ყველაზე საშიში პიროვნება კონფლიქტში არ არის ის, ვინც ყველაზე მეტად ხმაურობს, ან ყველაზე ძლიერია, არამედ ის, ვინც ყველაზე წყნარია. მიამოტო მუსაშის ესმოდა ეს პარადოქსი და შექმნა ემოციების მართვის სისტემური მიდგომები, რომელთა დაძლევის საშუალებაც მის მოწინააღმდეგეებს აღარ ჰქონდათ. ამ მეთოდმა მას მიყოლებით 62 დუელი მოაგებინა. მიწის სიმშვიდის შენარჩუნების 4 საფეხურიანი სისტემა ნებისმიერ თანამედროვე კონფლიქტში მუშაობს და ის იწყება პრინციპით, რომელზეც ადამიანთა უმრავლესობა არც კი ფიქრობს, ემოციური დისტანციით. როდესაც ვინმე გიყვირის, ან გამოწვევად იქცევა, თქვენი სხეული წამიერად ივსება სტრესული ჰორმონებით. გული იწყებს სწრაფად ფეთქვას, კუნთები იძაბება, აწროვნება ვიწროვდება. ეს არის ხაფანგი, რომელშიც ადამიანთა უმრავლესობა ვარდება კონფლიქტის დროს. მიამოტო მუსაშიმ აღმოაჩინა, რომ გამარჯვების საიდუმლო იმალება არ ახვლის უკეთესად ფლობაში, არამედ იმ უნარში, რომ გამოხვიდე ამ ემოციური ქარბუქიდან. თავის წერილებში ის აღწერდა, როგორ უყურებდა კონფლიქტებს თითქოს ზემოდან, თითქოს ღრუბლებიდან აკვირდებოდა მას, ისე, რომ არ ხდებოდა ქარბუქის ნაწილი. გაიხსენეთ ბოლოს, როდის გაგაბრაზეს. იმ მომენტში თქვენ იქედით საკუთარ ბრაზად. თქვენი სიტყვები, მოქმედება და აზრები დაემორჩილიან თქვენს ემოციებს და არა თქვენს ნამდვილ მიზნებს. ზუსტად ასე იქცეოდნენ მუსაშის მოწინააღმდეგეები. ისინი ხდებოდნენ მათი ბრაზი, შიში ან სიამაყე. ემოციური დისტანცია ნიშნავს, რომ შექმნა სივრცე იმას შორის, რაც ხდება და იმას შორის, თუ როგორ რეაგირებთ თქვენ. როდესაც ვინმე შეურაცხყოფას გაყენებთ, სანამ ჩხუბს დაიწყებთ, შეამჩნიეთ განცდა, რომელიც თქვენში ივსება. მე ახლა გძნობ გაბრაზებას, აბობ თქვენ და არა მე გაბრაზებული ვარ. ეს პატარა ყურადღების გადატანა ყველაფერს ცვლის. მუსაში ხვეწდა ამ ტექნიკას, მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო სახიფათო სიტუაციაში ვარდებოდა. ის ამ მენტალურ პოზიციას ინარჩუნებდა. მის ყველაზე ცნობილ დუელში, სასაკი კოჯირას წინააღმდეგ, მისი მოწინააღმდეგე ძალზე განრისხებული იყო. მუსაშიმ სპეციალურად დააგვიანა, რამაც კოჯირო კიდევ უფრო განარისხა. სანამ კოჯირო საკუთარი მრიცხანება ხდებოდა, მუსაში რჩებოდა დისტანციური საკუთარი ემოციებისგან და საღად ხედავდა მთელ კონფლიქტს. იმისთვის, რომ განავითარო ეს უნარი, დაიწყე მარტივი პრაქტიკით. ყველა თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო კონფლიქტში, როდესაც ძლიერი ემოციებს გრძნობ, უთხარი საკუთარ თავს. მე ვამჩნევ, რომ გრძნობ მრიცხანებას. ეს ქმნის მცირე სივრცეს თქვენსა და გრძნობებს შორის. პრაქტიკასთან ერთად ეს სივრცე კიდევ უფრო გაიზრდება. თანამედროვე კვლევები მუსაშის ინტუიციას ადასტურებს. გონების სკანირება გვიჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ ემოციებს უწოდებენ სახელს, აქტიურებენ პრეფრონტალურ ქერქს, ტვინის იმ ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია რაციონალურ აზროვნებაზე, რაც ამშვიდებს ემოციურ ცენტრებს. სწორედ ამიტომ ასწავლიან თერაპევტები პაციენტებს, რომ გრძნობებს დაარქვან სახელი სტრესის დროს. მაგრამ მხოლოდ ემოციური დისტანცია არ არის საკმარისი. როდესაც თქვენ ქმნით ამ სივრცეს, უნდა მიხვდეთ, რა მოხდება კონფლიქტის შემდეგ. ამით კი გადავდივართ მუსაშის მეორე პრინციპზე, განჭვერდლი ცოდნაზე. მუსაში ამ პრინციპს წინადგრძნობას უწოდებდა. გრძნობდე იმას, რაც მოხდება სანამ ეს მოხდება. თავის წიგნში 5 ბეჭდის წიგნი ის წერდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოგეცნო მოწინააღმდეგის მოძრაობები. ეს აზრების კითხვა კი არ არის, არამედ ადამიანური შაბლონების ცოდნა. როდესაც ადამიანი გაბრაზებულია, ის მიხვება წინასწარ განსაზღვრულ გზებს. როდესაც ადამიანი ხიფათს გრძნობს, მისი რეაქციები მცირდება რამდენიმე შესაძლო ვარიანტამდე. მუსაში სწავლობდა ამ შაბლონების არსს. წარმოიდგინეთ ისე, როგორ ხედავს გამოცდილი მოჭადრაკე 5 წლის წინ. ის არ მარჩიელობს, ის ამოიცნობს შაბლონებს და შესაძლო რეაქციებს. მუსაში იმავე გზას მიმართავდა ადამიანის კონფლიქტში ქცევების ამოცნობასთან დაკავშირებით. ჩვენი სხეული განსხვავებულად რეაგირებს სტრესზე და მოლოდინებზე. როდესაც კონფლიქტი მოულოდნელად იწყება, სხეული იწყებს სტრესულ ჰორმონების გამომუშავებას და იმ გრძნობების გაჩენას, რასაც დაარტყი ან გაქცევა ეწოდება. მაგრამ თუ თქვენ წინასწარ განჭვრათ გამოწვევას, თქვენი ტვინი უფრო საფუძვლიანად ემზადება და სტრესის ჰორმონები უფრო მცირე დოზას გამოხობს, რაც ყურადღებას ამძაფრებს ისე, რომ გონებას არ ახშობს. ყველაზე რთულ დუელშიც კი მუსაში წინასწარ შეისწავლიდა თავის მოწინააღმდეგეებს. ის ამოიცნობდა მათ საყოველთაო ტექნიკას, ხასიათს და იმასაც კი, თუ როგორ უმკლავდებოდნენ ისინი წნეხს.
დუელის წინ აგრესიული სასაკი კოჯიროს წინააღმდეგ ბრძოლისას მუსაშიმ გამოთვალა ხის ხმალი. მან უფრო გრძელი ხმალი გამოთვალა, ვიდრე კოჯიროს ცნობილი ხმალი იყო. იცოდა რა რომ ამით მცირე უპირატესობას მოიპოვებდა. თქვენ შეგიძლიათ განავითაროთ ეს წინათგრძნობა მარტივი პრაქტიკის მეშვეობით. ყველა პოტენციურად რთულ საუბრის წინ დახარჯეთ 30 წამი, რომ საკუთარ თავს დაუსვოთ 3 შეკითხვა. როგორ ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება ეს ადამიანი? სინამდვილეში მას რა სურს ამ კონფლიქტით? 3 სავარაუდო რეაქცია, რომელიც მან შეიძლება გამოავლინოს. ეს მუშაობს, რადგან თქვენ ასწავლეთ თქვენ ტვინს, რომ ამოიცნოს შაბლონები. ხელმძღვანელი, რომელიც ყველაფერს აკრიტიკებს, დიდი ალბათობით გააკრიტიკებს თქვენ ახალშემოთავაზებას. მეგობარი, რომელიც კონფლიქტებს თავს არიდებს, დიდი ალბათობით შეცვლის სალაპარაკო თემას, თუ თქვენ რაიმე მწვავე საკითხს დააყენებთ. ამ რეაქციების ამოცნობით, თქვენ ემოციურ სურპრიზს თავიდან იცილებთ. ზუსტად ასე იქცევიან მაგალითად პოლიციელები, რომლებიც ტერორისტებთან შედიან კომუნიკაციაში. ისინი იწყებენ ადამიანის პიროვნების ანალიზს, სწავლობენ მათ წინა ისტორიებს, იმისთვის რომ წინასწარ განსაზღვრონ მათი საქციელი. ეს მათ მშვიდად აქცევთ იმ სიტუაციაში, სადაც სხვები პანიკაში ვარდებიან და ირჩევენ ქცევის ისეთ მოდელს, რომელიც მდგომარეობას განმოხტავს ხოლმე. ემოციების გაჭრედით, თქვენ სიტუაციას უფრო წინასწარ განსაზღვრულ სივრცეში გადახტავთ, ვიდრე ქაოსურ ემოციურ სცენარში, რისი კონტროლის საშუალებაც გიჩნდებათ. პირველი ორი პრინციპის, ემოციური დისტანციისა და წინასწარ ცოდნის ათვისების შემდეგ, მუსაში გადადიოდა მისი ფილოსოფიის გულთან, სული სიცარიელესთან. ეს არ გულისხმობს სიცულელეს ან გულგრილობას, არამედ გონების მდგომარეობას, სადაც ის თავისუფალია ყოველგვარი მოლოდინის, მიკერძოების ან შიშისგან. ეს არის გონება, რომელიც არ არის დაბინდული წარსულით ან მომავლით. ისევე როგორც წყნარი ტბა ზუსტად ირეკლავს მთვარის შუქს. კონფლიქტის დროს ჩვენი გონება ხშირად სავსეა აზრებით. მე არ უნდა წავაგო, ისეთი გაბრაზებული ვარ, რა სიტყვიან სხვები. ეს აზრები ისევე აბინდებს ჩვენ განსჯას, როგორც ტალახიანი წყალი. მუსაში ასწავლიდა, რომ საბრძოლო ხელოვნების ოსტატების ჭეშმარიტი საიდუმლო იმალება არა მხოლოდ ხმლის ფლობაში, არამედ გონების დაცარიელებაში, რათა მას შეძლოს ინტუიციურად იმოქმედოს ყოველგვარი ცნობიერი ფიქრის გარეშე. როდესაც თქვენ განვითარებული გაქვთ ემოციური დისტანცია და წინასწარ ხედავთ პოტენციურ რეაქციებს, თქვენი გონება თავისუფლდება იმ დატვირთვებისგან, რომელიც მას ხშირად აწევს. ეს საშუალებას გაძლევთ კონფლიქტის დროს იმოქმედოთ სპონტანურად, მაგრამ ზუსტად. ეს არის ის, რასაც ხშირად უწოდებენ ინტუიციას. ეს არის არა მაგია, არამედ წვრთნის შედეგად განვითარებული უნარი. ამოიცნოთ და უპასუხოთ ქცევის შაბლონებს იმაზე სწრაფად, ვიდრე გონება მოასწრებს აზრის ჩამოყალიბებას. მუსაში სწამდა, რომ სწორედ ასეთი სიცარიელი ანიჭებდა მას გამარჯვებას. მიუხედავად იმისა, რომ მუსაშის მიდგომა კონფლიქტის მიმართ იყო დახვეწილი და დაფუძნებული გონების მდგომარეობაზე, საბოლოო მიზანი მაინც კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დასრულება იყო. სწორედ აქ შემოდის ბოლო პრინციპი, ერთი დარტყმა. ეს პრინციპი არ ეხება მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას. ის კონფლიქტის ნებისმიერ სახესთან მიმართებაში მუშაობს. როდესაც თქვენ შეინარჩუნეთ ემოციური დისტანცია, წინასწარ განჭრეთ მოწინააღმდეგის ქმედებებს და თქვენი გონება თავისუფალია, თქვენ ხედავთ კონფლიქტის სუსტ წერტილს. ეს შეიძლება იყოს სტრატეგიული მომენტი, როცა უნდა გაჩუმდეთ, შეცვალოთ საუბრის თემა, ან დავასვათ მოწინააღმდეგეს ერთი, ზუსტი შეკითხვა, რომელიც კონფლიქტის დინამიკას შეცვლის. ეს არის მომენტი, როდესაც შეგიძლიათ იმოქმედოთ სწრაფად და გადამწყვეტად, მერყეობის გარეშე. ეს ერთი ზუსტი ქმედება წყვეტს კონფლიქტს, სანამ ის ესკალაციას მოასწრებს. მიამატო მუსაშიმ თავის დუელები სწორედ ამ პრინციპის გამოყენებით მოიგო. ის იმდენად ზუსტად აანალიზებდა მოწინააღმდეგის მოძრაობასა და ხასიათს, რომ შეეძლო გამოეყენებინა ერთი იდეალურად მორგებული მოძრაობა ბრძოლის შესაწყობად. თანამედროვე სამყაროში ეს შეიძლება იყოს სწორი დროის შერჩევა, ზუსტი სიტყვის თქმა, ან მოულოდნელი, მაგრამ ეფექტური მოქმედების განხორციელება, რომელიც თქვენ ოპონენტს გააოგნებს და კონფლიქტს დაასრულებს. ამ 4 პრინციპის, ემოციური დისტანციის, წინასწარ ცოდნის, სულის სიცარიელის და ერთი დარტყმის ათვისებით, ადამიანი აღწევს არა მხოლოდ კონფლიქტის მართვის, არამედ საკუთარი თავის მართვის უმაღლეს დონეს, რაც მას საშუალებას აძლევს დარჩეს მშვიდად, ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი.